ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით აქტიური მოქალაქეებისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით ახალგაზრდული კვირეული ტარდება სახელწოდებით GYNS კვირეული. კვირეულის ფარგლებში 13-14 წლის ასაკის მოზარდებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის გასართობ შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გზით არაფორმალური განათლება მიიღონ. კვირეულის პროგრამა ისეთ საკითხებს მიეძღვნება, როგორიცაა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვთა უფლებები, სოციალურ-პიროვნული უნარები, ეკოლოგია, მოხალისეობა, ტოლერანტობა, ევროპული შესაძლებლობები, ახალგაზრდობისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შევიმუშავეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში და უკავშირდით რესურს ცენტრებს, მოგვაწოდეს თბილისის სკოლებიდან წარჩინებული მოსწავლეების სიები, აქტიური ბავშვების, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის და მოწოდებული სიების საფუძველზე მოხდა შერჩევა. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო საპილოტე პროექტი, წელს მოვახერხებთ მხოლოდ 2 ნაკადის განხორციელება და ინტერესი იმდენად დიდია, რომ ალბათ მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება. ამ პროექტში მოხვდი სკოლიდან, ვარ ძალიან მოხარული, დამხვდა კიდევ უფრო კარგი გარემო, ვიდრე მე ველოდი. შევიძინე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი, გავხდი უფრო აქტიური. ჩემი აზრით, რაც მთავარია, ყველაფერს სწავლობთ თამაშით, ისე რომ ერთს ვაცნობიერებთ. არის ძალიან კარგი გარემო და ძალიან ხალისიანია აქაურობა.